ჩვენ დავბრუნდით, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია ხელოვნების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი ბატონი გიგა კობალაძე და ჩვენ დღევანდელ გამარჯობათ პირველ რიგში. მადლობთ სტუმრობისთვის. პირიქით მადლობთ. და როგორც დავაანონსეთ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელიც ძალიან ისტორიას დარჩება, ესე ქვია, ამ პროექტს ძალიან მალე იხილავს მას მსმენელი და რა თქმა უნდა ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანს. სანამ ამ პროექტზე დავიწყებთ უშუალოდ საუბარს, მოდი თვითონ ამ ფონდის დაარსების მისიაზე ვისაუბროთ და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც თქვენ განსაზღვრეთ. 2 წლის წინ ფონდი 2 წლის წინ დაახლოებით დაფუძნდა და ფონდის მისია და მიზანი გახლავთ სწორედ ქართული ხელოვნების ხელშეწყობა. თანამედროვე თუ ნებისმიერი ფორმის. აქ არ არის მხოლოდ თანამედროვეზე საუბარი, აქ საუბარია როგორც თანამედროვე ხელოვნებაზე, საუბარია უცხოეთში არსებულ ქართველ ხელოვანებზე, რომლებიც იქ მოღვაწეობენ და მათი შემოქმედებას აქ ქართველი მოსახლეობისთვის ნაკლებად არის ცნობილი და ასევე საუბარია, შეიძლება ესე უწოდოთ, მივიწყებულ ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლის გამოცოცხლებაც და თანამედროვე სახით წარდგენა შეიძლება საზოგადოების წინაშე. ეს მისია დაისახა ფონდმა და 2 წელია ჩვენ ვშრომობთ ინტენსიურად იმისთვის, რომ აი ამ მიზანს რამენერად მივახციოთ, რამდენიმე პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მათ შორის იყო ირაკლის წიგნი ამბავი მეფეს. მათ შორის იყო ირაკლიზე წიგნი ამბავი მეფეს, სადაც მისი მეგობრები და ახლობთ 100-მდე ადამიანმა დაწერა მოგონება ირაკლის შესახებ. არა მარტო დაუშვათ სკოლის ან სტუდენტობის ასაკიდან, არამედ შემდეგ უკვე პროფესიული მოღვაწეობის დროს შეძენილმა მეგობრებმაც. იყო ყანჩელის კონცერტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიგა, თუ გაქვთ ძირითადი მიმართულებები არჩეული, ანუ ხელოვნებაში გულისხმობ გასაგები, რომ თანამედროვე ხელოვნებაც ნაწარმოებებით, რომელიც თქვათ მივიწყებული, მაგრამ თუ გაქვთ შერჩეული, თქვათ სეგმენტი, საკმაოდ ისეთი ფართოცნება არის ქართული ხელოვნება. სეგმენტი არ შევარჩიეთ სპეციალურად, რადგან შეიძლება აღმოვაჩინოთ ნებისმიერ სეგმენტში ისეთი, ნებისმიერ სფეროში ისეთი რამ, რაც საინტერესო იყოს ჩვენთვის და საინტერესო იყოს სწორედ ამ მიზნის განხორციელების კუთხით. აქედან გამომდინარე ესე ვიწრო სეგმენტაცია არ გაგკეთებია და ვცდილობთ რომ რამდენსაც გავწვდებით თანაბრად. ეს გარედან შემოგვაქვს ხო პროექტები თუ თქვენ? კი, გარედან შემოდის პროექტები განიხილება, მტკიცდება და შემდეგ უკვე მიდის მოძიება სახსრების, სპონსორებთან საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დარწმუნება რომ ეს საჭირო პროექტია. ხო, რა თქმა უნდა. გადავიდეთ ამ კონცერტზე. ირაკლისადმი ჩვენ ვახსენეთ ეს დისკი, რომელიც გამოიცა იმ წელს, როცა ირაკლი გარდაიცვალა 2006 წელს. ეს იყო პირველი ტრიბიუტი, პირველი მიძღვნა, სადაც სხვა მუსიკოსებმა მისი სიმღერები შეასრულეს. ახლაც ესე მოხდება, მაგრამ თავი გემო თქვი, რომ ამ კონცერტის არის ის, რომ ირაკლი იქნება სცენაზე, მეთქი მისი 3D გამოსახულება. ეს იდეა მე როგორც ვიცი, თქვენი იყო რამდენი და აი როგორ მოხდა? აი სწორედ მაშინ ჩვენ გამოუშვით წიგნი ირაკლიზე. მალევე გაჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ჰოლოგრამა. ამისი პრეცედენტი უკვე არსებობდა 2012 წელს თუფაკის შემთხვევაში და აქედან გამომდინარე დაიბადა ეს იდეა, რომ რატომ არ შეიძლება გაკეთდეს საქართველოში. ჯექსონი უკვე 2014 წელს გააკეთეს შარშან და დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საბედნიეროდ აღმოაჩინეთ ქართული კომპანია და არა უცხოური, რომელმაც ითავა ეს ნელი საქმე. ქონდა გამოცდილება მანამდე თუ? ქონდა დაახლოებით ასეთი კეთების გამოცდილება, თუმცა ზუსტად ჰოლოგრამა არ გაუკეთებია, მათ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეისწავლეს ეს პროცესი და ეს ტექნოლოგია და მეორე 6 თვე, შემდეგი 6 თვე უკვე მუშაობდნენ ამაზე. ანუ მთელი 1 წლის განმავლობაში მიდიოდა ინტენსიური მუშაობა, რომ ეს ჰოლოგრამა დამზადებულიყო და ყოფილიყო ისეთივე და არა ნაკლები, ვიდრე ეს იყო იგივე ჯექსონის თუ თუფაკის შემთხვევაში. რომელი პერიოდის ირაკლის ნახავთ მეთქიდან? კი, ეს არის დაახლოებით ის, რასაც ნახავს მაყურებელი და მივახციეთ შედეგს, მე სატესტო ვერსიები ვნახე. ანუ უკვე სცენაზე განათების გათვალისწინებები ტესტები გაკეთებულია და დაუვიწყარი სანახაობის მომსწრე გახდება მაყურებელი. გადავიდეთ ახლა მუსიკალურ ნაწილზე. როგორ მოხდა ამ კონცეფციის შევჩება, ვინ იმუშავა, თქვათ, როგორ მოხდა შეთავაზეთ მუსიკოსებს, თქვენ აერჩიეთ თქვენი სიმღერა, მე ამას ვიმღერებ, იმას ვიმღერებ თუ აი იცით რა მუსიკალური პროდიუსერი ამ პროექტის გახლავთ გიორგი ასანიშვილი, რომელიც
ამავდროულად უახლოესი მეგობარი იყო და პროდიუსერიც იყო მისი, ამიტომ გიორგიმ ძალიან კარგად იცის რა გემოვნებას, რა სოფხედველობას უნდა აკმაყოფილებდეს ის მუსიკა, რომელსაც ეს მუსიკოსები შეასრულებენ და თავიდან ბოლომდე მანითავა ეს სწორედ აი ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით და შეირჩა 20 შემსრულებელი და ჯგუფი. ჩვენ ხედავთ ზოგიერთ მათგანს სტუდიაში ვინც შეასრულებს ირაკლის შემოქმედებიდან სხვადასხვა სიმღერას და მინდა ვთქვა, რომ ეს ტრიბიუტი, რომელიც გამოიცა 2006-ში, ამ ტრიბიუტიდანაც არის რამდენიმე სიმღერა, თუმცა უმრავლესობა სიმღერების იქნება სრულად ახალი ინტერპრეტაცია და ის ძველი სიმღერაც რა თქმა უნდა იგივენაა სიმღერების რამდენიმე შეეშება. შეგვიძლია მაყურებელთვის ჩამოთვალოთ რამდენიმე შემსრულებელი. რამდენიმე ჩამოთვლა რა თქმა უნდა შემიძლია, ხო 20 არ გამიჭირდება, უბრალოდ აუცილებლად გამომრჩება და ნუ აქ არის ნიაზი, არის უცნობი, არის ვაკის პარკი, პეჩო, რობი კუხიანიძე და ასე შემდეგ და როკული. ხო, ყველა სტილის, ყველა მიმართულების მუსიკა, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია ხდება და მოხდება და ეს არის კიდევ ერთგვარი მიძღვნა ირაკლის მიმართ, რაც უკვე იქნება არა დისკის და CD-ის სახით, არამედ live კონცერტის. თუ იგეგმება DVD-ზე გადატანა თქვა ამ კონცერტის და ამ ეტაპზე გამიჭირდება ამის შესახებ. იმიტომ ეს მნიშვნელოვანია ტექნიკური თვალსაზრისით. მეორე თქვა ირაკლის დაკავებით, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ თვითონ ეს ჰოლოგრამა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მისი დამზადება და რამდენად გვეყოფა სახსრები იმისთვის, რომ DVD-ზე ჩაწერაც მოხდეს და შემდეგ მისი გამოცემა, თუმცა გვაქვს სურვილი, რა თქმა უნდა. თუმცა შეგვიძლია მივმართოთ ბევრ ადამიანს, ვისაც ამის შესაძლებლობა შეიძლება ქონდეს, გვიყურებდეს, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიება არის ამის ჩაწერა, შემდეგ ამის შეფუთვა, გამოცემა, ასე ვთქვათ, ცალკე კიდევ ერთი ტრიბიუტი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ დაესწრენ ამ კონცერტს. თუ იგეგმება რაიმე გვერდითი ღონისძიებები ამ კონცერტის გარშემო, როგორ ხდება მისი პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, ირაკლის ხატი და მისი როლი ქართულ მუსიკალურ კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაღაც თუ ხდება გამოხმაურება საკმაოდ დიდია ამ კონცერტთან მიმართებაში და მე როგორც ვიცი გიორგისგან არიან მუსიკოსები, ვინც ვერ მიიღო მონაწილეობა და შეიძლება გული დააწყდათ. მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს არ იქნება ბოლო პროექტი დაკავშირებული ირაკლისთან, არც ავტოგრაფის მხრიდან და მგონია რომ სხვა ბევრი კომპანია თუ ჯგუფია დაინტერესებული იგივე ირაკლის შემოქმედებით და თვითონ ირაკლი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ სხვადასხვა ფორმაში და მიმართულებით გაკეთდეს მისი შემოქმედება. და ხარისხის თამასაც მაღლა ქონდა აწეული, ასე რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ესეთი რაღაცის კეთება და მოუთმოთ ველოდებით. თქვენ ასე ვთქვათ, აკონტროლებთ საავტორო უფლებებსაც. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად ქაოტური იყო აქ მდგომარეობა, ნებისმიერი კუთხით მუსიკაში იქნებოდა ეკწეულობაში, კინოში თუ ასე შემდეგ, ხო? 4 წელია თუ არ ვცდები ამ საქმეს, ხო? რა სურათი გვაქვს დღეს, ვთქვათ, გაუმჯობესდა თუ არა ქართველის ცნობიერება, რომ ხოისი რაღაც ქონების მოპარვა, არა მატერიალურს არის ცუდი. საბედნიეროდ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გაუმჯობესდა და თან რადიკალურად. და თემატურია, რომ ირაკლის შემოქმედება იყო ის პირველი მერცხალი, ასე ვთქვათ, ამ სფეროში, როდესაც სწორედ ქეთათომ პირველმა დააფიქსირა საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი ხმამაღლა და ეს ეხებოდა ირაკლის შემოქმედებას. მე ეს იყო გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მე ამ სფეროში ჩავერთვებოდი და იქიდან მოყოლებული თანდათან ყალიბდებოდა ეს, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და დღეს უკვე თითქმის აღარავინ აღარ არსებობს ისეთი, რომელმაც არ იცის, რომ საავტორო უფლებას დაცვა ჭირდება, მის მოპოვებას ნებართვა ჭირდება და ავტორს შესაბამისი ჰონორარი ეკუთვნის. წარსულში დარღვევათა უმეტესობა ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ არა განზრახვა ჰქონდათ, არამედ არ იცოდნენ, რომ უბრალოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ნაბიერება იყო დაბალი, თუმცა არსებობს ალბათ კანონები, რომელიც იცავს ამ შემთხვევაში. კანონები არსებობს და რაც თავარია სამუშაოა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. პოზიტიურ ზეგავლენის მოხდენაზე, რომ ადამიანებს ჩვენში ჩამოყალიბდეს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალურად მოხმარების კულტურა, რაც
ძალიან ბევრი რაღაცის საფუძველია და იძლევა არა მარტო ავტორისთვის კეთილდღეობას, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იძლევა მაღალი კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის დონეს. ასე ალბათ პროდუქტის გარეთ გატანასაც ხელს უწყობს ეს ყოველი. დიდი მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან მალე ქართველი მსმენელი ნახავს მოისმენს და ნახავს ირაკლი ჩარკვიანს მის ჰოლოგრამულ, ასე ვთქვათ, სამ განზომილებიან გამოსახულებას და მოისმენს, რა თქმა უნდა, მის სიმღერებს, მისი მეგობრებისა და ახალი თაობის მუსიკოსების შესრულებით. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი გიგა ყობალაძე, ხელოვნების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის ავტოგრაფის დამფუძნებელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობთ სტუმრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ამით დღევანდელი ჩვენი საეთერო დრო იწურება. გვინდა დაგიტოვოთ ცოცხალი მუსიკა, ეს არის ჯგუფი კანუდოს კომპოზიციით ფერადი ქარი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.